საუზმის მოყვარული ხარ და საუზმისთვის იდეებს ეძებ, მაშინ ეს ვიდეო შენთვის არის. და მოდი დავიწყოთ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საუზმით, შაქშუკას მომზადებით, რომელიც ძალიან გავს ჩვენებურ ჩიჟიბიშს. პირველ რიგში გავფრთხნათ ხახვი და დავჭრათ ალყა-ალყა. მე პირადად წვრილად დაჭრილი ხახვი შაქშუკაში განსაკუთრებით არ მეყვარს და ვინც თვალს მადევნებს, მან იცის კიდეც, რომ ალყა-ალყა დაჭრილი ინგრედიენტები მეყვარს ზოგადად საჭმელში და არც ეს არის გამონაკლისი. გავფრთხნათ ნიორი 3-4 კბილი ამ შემთხვევაში და დავჭრათ წვრილად. ცხელტაფაზე გადავიტანოთ და სანამ მოითუშება დავჭრათ ბულგარული წიწაკა. მწვანე, წითელი, ყვითელი, როგორც მოგეპოვებათ სახლში, ნებისმიერი შეგიძლიათ დაუმატოთ მეტი მრავალფეროვნებისთვის. დავახუროთ თავზე და სანამ პომიდორს გავფრთხვნით და შემდეგ უკვე დავჭრით აი ასეთ ფორმებად, მანამდე მოვსუშოთ. დავუმატოთ გაფრთხვნილი დაჭრილი პომიდორი, ავურიოთ ერთმანეთში კარგად. ისევ დავახუროთ თავსახური. და სანამ რეჰანს და სხვა მწვანილებს მოვამზადებთ, მანამდე დაბალ ტემპერატურაზე მოვთუშოთ ყველა ინგრედიენტი ერთად. ცქინძის, ოხრახუშის და რეჰანის დაჭრას დავასრულებთ. დავუმატოთ ტომატი, მოთუშულ მასას, შავი პილპილი, მარილი, პაპრიკა და დავაყაროთ მწვანილი. ერთმანეთში კარგად ავურიოთ და უკვე შაქშუკა მზად არის. მთავარი ნაწილისთვის ჩავახალოთ 5 კვერცხი, ისევ დავახუროთ თავსახური და დაახლოებით 3 წუთში მზად არის შაქშუკა. გემრიელად მიირთვით. საუზმის ხსენებისას ალბათ პირველი რაც გვახსენდება არის კვერცხი, რა თქმა უნდა, მაგრამ მეორე ეს არის ხოლმე კვერცხის ბენედიქტი. ამ შემთხვევაში ასე. მით უმეტეს თუ სადმე კაფეში ვარ ან სასტუმროში, ასოცირდება რომ დილით საუზმეზე უნდა იყოს აუცილებლად კვერცხის ბენედიქტი. ხო და დღეს მოვამზადებ კვერცხის ბენედიქტს, ჰოლანდიური соуსის მომზადებ. ყოველთვის მეგონა რაღაცა ძალიან რთული. თურმე სად ვიყავი აქამდე მეცადა და მე თქვა რთული იყო თუ მარტივი. 4 კვერცხის გული გადავიტანოთ ჯამში და ავთქვით. ცოტა ხანში დავუმატოთ ლიმონი და გავაგრძელოთ მასის ერთმანეთში კარგად ათქვება. დაახლოებით 2 წუთში ჩავუმატოთ გამთნარი კარაქი, დაახლოებით 70-80 გრამი და დავაყაროთ შავი პილპილი და მარილი. ბრიოში ან ნებისმიერი სხვა პური დავჭრათ და გადავიტანოთ ტოსტერზე. მე ამ შემთხვევაში ბრიოშს გამოვიყენებ. ადუღებულ წყალში ჩავაფროთ კვერცხი, კოზის ასეთი მოძრაობით ცილას და გულს ერთად მოვუყაროთ თავი, რომ არ დაიფანტოს და მივიღოთ ერთნაირი მასა, დავახუროთ თავსახური და ვხარშოთ 3 წუთის განმავლობაში. სანამ კვერცხი იხარშება, ბრიოშზე გადაუსვავ ნარყბელს, დავადებ 1 ლორს და კვერცხიც მზად არის. აი ასეთი კონსისტენციის გამოდის 3 წუთში, 3 წუთი როცა ხარშავს. ჰოლანდიური соуსი და სერვირებისთვის დავუმატებ პაპრიკას, წვრილად დაჭრილ ახალ ხავხს და მზად არის კვერცხის ბენედიქტი გემრიელად მირთმევისთვის. ეს არის ტრადიციული ჰოლანდიური соуსის მომზადების რეცეპტი. ტრადიციული ცოტა სხვანაირად კეთდება, მაგრამ თანამედროვეობაში და ყოველდღიურობაში ადამიანების უმრავლესობა ასე მარტივი და სწრაფი მეთოდით ამზადებს ჰოლანდიურ соуსს. ერთ-ერთ საყვარელ კაფეში, რომელსაც ძალიან ხშირად ვსტუმრობ, საუზმის მენიუში აქვს საუზმის თეფში, ასე ვთქვათ, და ყოველჯერზე როცა ვუკვეთავ და ამ ბოლო დროს ჩავიციკლე და სტუმაგას ვუკვეთავ, ნერვები მეშლება ჩემ თავზე, რომ ყველა ინგრედიენტი, რაც ამ თეფშს ედებს, სახშიც მომეპოვება და ხო შემიძლია რომ სახშიც გავაკეთო და აგრამე უფრო უცხო და რთულად მოსამზადებელი ვჭამა, მაგრამ არა. ხო და დღეს დადგა ის დღე, როცა ეს მოხდება და ამ თეფშს სახში ავაწყო. და შემცავით საუზმის მოყვარულებს გაგიზიარებთ ამ უმარტივეს, უჯანსაღეს და ორგანიზმის უპატივსაცემულეს საუზმის თეფშს. რუკოლას მოვასხავ ზეითუნისად. ზეითუნისად ის არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ ეს არის ჯანსაღი ცხიმი, რომელიც ჩვენ ორგანიზმს აუცილებლად სჭირდება და აქვს ძალიან ბევრი ბენეფიტი. მოვაყარე მზესუმზირა და გვერდზე მივივუდე კრემ-ყველი, როგორც ხედავთ. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვაგვისყდეს ორაგული მთავარი ინგრედიენტი ჩემი თეფშის, ავოკადო, რასაკვირველია, შუაზე ვჭრით. ნახევარი ავოკადო სავსებით საკმარისია ერთ საუზმის მიღებაზე. ლიმონს ვაწურავთ, რომ ფერი არ შეიცვალოს 5 წუთში და არ გახდეს რაღაცა უსიამოვნო დასანახი და საჭმელი, მით უმეტეს. აი ესე დავჭრი და
მოვათავსებ გადავიტან ჩემთებშზე ორ მხარეს. ორ ცალ პატარა და ტოსტილ პურსაც მივუდებ და კვერცხის მოსამზადებლად ადუღებულ წყალში ჩავაგდოთ კვერცხი და აი ესე კოვზით კვერცხის ცილა მივწიოთ გულისკენ, რომ არ დაიფანტოს და არ დაიშალოს, ასე ვთქვათ, თავი მოვუყაროთ ერთად კვერცხს. დავაფაროთ თავსახური და 3 წუთის განმავლობაში დაველოდოთ. აი ასეთი კონსისტენციის არაჩვეულებრივი კვერცხი გამოვიდა. თუ გინდათ შავი პილპილი მოვაყარეთ, თუ გინდათ სხვა სუნელი, რომელიც თქვენ გიყვართ, მე ამ შემთხვევაში დაფხვილი ორეგანო მოვაყარე. და მთავარი და გემრიელი ნაწილი. სწრაფი და გემრიელი რეცეპტებისთვის გამოიწერეთ ჩემი Instagram გვერდი Theo's Food Corner.